they're afraid that Abu Mazen will store in Israel, in Ashdod, in Ashkelon, no Israelis in Gaza. Нам очень важно ქართველი ერი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ისრაელსა და პალესტინის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს სიტუაციის გამოხდა, რათა აღარ გაგრძელდეს ძალადობის ესკალაცია და რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს მშვიდობიანი პროცესები. ისრაელს ისევე როგორც ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი მოქალაქეები სარაკეტო დაბომბვისაგან. იმისათვის, რომ ორ სახელმწიფოს ისრაელსა და პალესტინას შეეძლოს მშვიდობიანი თანაარსებობა, სწრაფად უნდა მოხდეს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების შეწყვეტა და უნდა აღდგეს მშვიდობა ორ სახელმწიფოს შორის. იმისათვის, რომ დაიწყოს სამშვიდობო პროცესი, უნდა შეწყდეს ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა, რამე თუ არც ერთ მხარეს, არც ერთ მონაწილე მხარეს რეგიონში არ აწყობს დღევანდელი სიტუაციის შენარჩუნება, ეს არავისთვის არ იქნება სასარგებლო და რაც შეიძლება კიდევ მეორებ სწრაფად უნდა დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და სწრაფად უნდა დამყარდეს მშვიდობა. I would like to thank the Prime Minister for his understanding and support in this situation. We are going through critical hours. Israel has said many times we haven't chosen this escalation, but I don't know any government which would tolerate such escalation. The only objective of the operation is to secure the peace and normal life of the citizens of southern Israel, more than 1 million people, many of them people, former citizens of Georgia. We are ready for an arrangement as soon as the shooting of Hamas will stop, an arrangement which will secure normal life and security of the citizens of Israel. Thank you.